ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ ქცევის ნორმებს და წესებს, რის ნიადაგზეც თქვენ მიხვდებით, რომ თქვენი მეგობარი არ არის გულწრფელი თქვენს მიმართ. პირველი ფაქტორი არის, როდესაც ადამიანი არ არის თქვენთვის ნამდვილი და გულწრფელი მეგობარი, როდესაც მას უყვებით რაღაც კონკრეტულ ამბავს, აუცილებლად ყოველთვის გრჩებათ განცდა, რომ ეს ამბავი არ უნდა მოგეყოლათ. შემდეგი ფაქტორი არის ის, რომ როდესაც ადამიანთან ერთად ხართ, ცუდ ენერგიას გრძნობთ, გეძინებათ, ხშირად გრძნობთ დაღლილობას და მოდუნებულობას და თავის ტკივილს. შემდეგი ფაქტორი ამ ყველაფრის არის ის, რომ სოციალურ ქსელში განთავსებულ არც ერთ თქვენს აქტივობას არ გულშემატკივრობთ, არ გილაიქებთ, არ გიკომენტარებთ და ასე შემდეგ. კიდევ უფრო შემდეგი ფაქტორი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ ნებისმიერ საკითხზე, რაზეც არ უნდა უთხრათ აზრი, რაზეც არ უნდა გითხოთ რჩევა, რაზეც არ უნდა უთხრათ რაღაც კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე რაღაც რჩევები, ის ყოველთვის ნეგატიურ ასპექტში გაგპასუხებთ. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ რაღაც კონკრეტული არ მოგეწონოს და ამ კონკრეტულიდან გამომდინარე უბრალოდ კრიტიკული იყოს მისი აზრი, იმიტომ რომ თვითკრიტიკულიც იყოს და ზოგადად ადამიანების მიმართაც კრიტიკული იყოს, მაგრამ არაფერი არ მოსწონს, რასაც ყიდულობ. არაფერს არ გილაიქებს, რასაც დებ, არაფერს არ გეუბნება, რომ კარგია, რასაც ყიდულობ, არაფერზე არ გეუბნება, რომ გიხდება. არაფერი სწორად არ შეარჩიე, რაც შენთვის შეგირჩევია. კაბიდან დაწყებული ბეჭდის ფორმამდე დამთავრებული. ანუ ყველაფერზე კრიტიკულია, მაგრამ აი თითქოს ბრუტულად კრიტიკულია და ეს უფრო ანცვიფრებს ამ ყველაფერს. შემდეგი უფრო ღრმად ფილოსოფიური ასპექტი და ფაქტორი არის ის, რომ როდესაც მის მეგობრებთან ერთად ხართ, აი გარემოცვაში, ანუ უბრალოდ გარემოცვაში იწყებს თქვენზე ცინიკურ, კრიტიკულ ლაღბობას, რაც სხვის თვალში თითქოს თქვენს გაკნინებთ და გამცირებთ, მაგრამ ამავდროულად თვითონ ამ ყველაფერზე იცინით და დაგცინით, ანუ ეცინება. და რაზე გეცინება? ბოდიში, მაგრამ რაზე გეცინება? ხო და აი მსგავსი ფაქტორის ადამიანები, თქვენი ნამდვილი მეგობრები ნამდვილად არ არიან და თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე საკმაყოფილებს თქვენი რომელიმე კონკრეტული მეგობარი, დროა რომ დაანახმამდისოთ თქვენი ცხოვრებიდან. მადლობა ყურადღებისთვის.